Chevrolet-ზე ალბათ პირველი ყველას გვახსენდება Chevrolet Corvette. ასევე Chevrolet Super Sport-ი. იგივე ესესი როგორც ჩვენ ავტომოყვარულები ვიცნობთ და ყველასთვის საოცნებო ავტომობილი FBI-ის Chevrolet Suburban-ი. მაგრამ დღეს ჩვენი სტუმარი არც ერთი მათგანი არ არის. ჩვენი სტუმარი დღეს შეიძლება ითქვას არაფრით გამორჩეული, მაგრამ საოჯახო საშუალო ზომის crossover-ი Chevrolet Captiva. Bravo, Chevy, მიდი. აი ახლა მანქანაა, მაგრამ აი სიტლანქის შეგრძნება არა აქვს და ეგ მოწონს ძალიან. რა შეგვიძლია ვთქვათ ახალ Captiva-ზე? პირველ რიგში თუ ძველ Captiva-ს გადავხედავთ, რა დიზაინის ჰქონდათ მათ, აი არ ვიცი. მოდი თქვენ შეგახედებთ, ნახეთ უბრალოდ ვიზუალურად და მერე შეხედეთ აი ამას. აი არ ვიცი, რადიკალურად შეცვალეს დიზაინი და ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ალბათ, რაც გააკეთეს ამ მოდელის შემთხვევაში. ძალიან ლამაზია, მთლიანად ავტომობილი, მიმზიდველი ავტომობილია, ერთ შეხედვით რო შევხედავთ, საკმაოდ მდიდრული იერიც აქვს ფასიდან გამომდინარე. ფასმა სხვათა შორის ძალიან გამაკვირვა, სულ რაღაც $20,000. არ ვიცი. ნუ ეხა ვერ ვიტყვით რომ რაღაცა გამორჩეული ავტომობილია, რაღაც კომფორტით, რაღაცა სასწაული მატერიალები არის გამოყენებული ამ ავტომობილის წარმოებაში, მაგრამ საკმაოდ კომფორტული მანქანაა. საოჯახოდ მე მგონია რომ იდეალური მანქანაა, 7 ადგილიანია და რაც მომწონს ყველაზე მეტად ის არის რომ არ არის ძალიან დიდი. საშუალო ზომის crossover-ია, როგორც თავში ვახსენე, მაგრამ შიგნით ინტერიერი ძალიან სწორად და კარგად აქვს განლაგებული. ნუ ამასაც მე შეგახედებთ. დახვეწილი რო არის ალბათ ამაზე ვთანხმდები, ძალიან მომწონს აი ეს წვრილი LED ფარი, რაც აქვს. ერთ შეხედვით წინდან მე პირადად მომწონს ეს ავტომობილი და მაკმაყოფილებს, ნუ ეხა გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ დამეთანხმებით მართლა კარგია. პირველ რიგში მოდი გულწრფელად ვთქვათ რა. ამ მანქანის ყიდვის შემთხვევაში პირველს რასაც გავაკეთებდი, ოდნავ დაუბურავდი. ძალიან აკვარიუმით გამჭირვალე არის. რაც შეეხება უკანა ნაწილს, მთლიანობაში დიზაინს კრავს. მე პირადად ძალიან მომწონს. ზოგადად ახალ მანქანებს არ ახასიათებს ხოლმე რაღაცა განსაკუთრებული დიზაინის დისკები. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მომწონს და ძალიან უხდება. ერთადერთი ალბათ ჩემთვის ოდნავ ზომაში გავზდიდი. კლინენსი ძალიან კარგი აქვს, კარგი გამოვლობის ავტომობილია მიუხედავად იმისა, რომ წინა წამყვანია, ცოტა ოფროუდისკენაც გადაუხვევთ და გავტესტავთ მის შესაძლებლობებს იქაც, რაღაც სასწავლო ადგილებში ვერ ვივლით და ეხლა ისეთ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ მოვთხოვთ, რასაც მაგალითად Wrangler-ს მოვთხოვდით. არ არის 4-ვე წამყვანი, მაგრამ წინა წამყვანისთვის როგორ სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მოხვდეს, ამას ყველაფერს გავტესტავ და ვნახავთ. უკანა ნაწილს რაც შეეხება, მართლა ძალიან მომწონს. ოღონდ აი აქამდე. რატომ მაგასაც ავხსნი? ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდი და ფიქრობდი, რით შეიძლება ავტომწარმოებლებმა თავი გაიმართლონ აი ესეთი ბუტაფორიის დაყენების დროს. აი არ ვიცი. ვერ მივხვდი უბრალოდ რა. მაყუთში კი ბატონო დაბლა არის. აი ესენი ჩემი აზრით საერთოდ ზედმეტია. მე პირადად ეს ავტომობილი რომ მყავდეს, აი ამას გავაშავებდი, რომ ყურადღება საერთოდ არ მიექცია. მოდი საბარგული ვნახოთ, ალბათ ყველას გვაინტერესებს საოჯახო ავტომობილში რა ზომის საბარგული გვხდება. საბარგულს რაც შეეხება არის მექანიკური და შიდა მხარე დიდია. ძალიან დიდი ადგილი გვაქვს. მაგრამ თუ უკანა რიგის სავარძლებს გადმოწევთ, აქ უფრო დაგვიპატარავდება საბარგული. მაგრამ არსებობს მეორე გამოსავალი, ზევიდანაც შეგვიძლია დავამატოთ დამატებითი საბარგული, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ ჩვენი ბარგი თუ ბევრნი მივდივართ სადმე სამოგზაუროდ. მოდი მეორე რიგიც გადმოვწიოთ და ვნახოთ რა ადგილი გვრჩება საბარგულში. ორი პატარა ჩანთა, ალბათ აქ ჩაგვეტევა და ჩავждეთ, ვნახოთ რამხელა სივრცე არის ასევე შიგნით. ესეც ჩავამოწმოთ. ხო, უკანა სივრცეს რაც შეეხება, ჩემი სავარძელი მოწეული იყო უკან და აქ სივრცე ძალიან კარგი გვაქვს. თავთანაც მანძილი საკმარისია. აქაც ხდება დამტენი სპორტები. აიცი, უკანაც საკმაოდ კომფორტულად შეგვიძლია ვიმგზავროთ. სავარძლები მომეწონა ამ მანქანის ზარი. აქ პატარა ამოსაწევი გვაქვს. ეს გადმოვა. აქედან შეგვიძლია შევძვრეთ შიგნით და აქ ჩავждეთ.
რაღაცა ძალიან დიდი ადგილია, ესე არ არის, მაგრამ სამგზავროდ ნორმალურია. ბავშვები იდეალურად ჩაეტევიან. მე ხა არც თუ ისე პატარა ვარ, 185 ვარ სიმაღლეში, აი უკან ოდნავ ესე რომ გავიმართო, თავს მივატებ, მაგრამ ესე რომ ჩავწვეთ, საკმაოდ კომფორტულად შეგვიძლია აქაც მგზავრობა. მაინც უფრო ბავშვებზეა გათვლილი, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებზე. მოდი ინტერიერში შევხედოთ და შევაფასოთ შიდა დიზაინი თუ რა გვხდება ჩაჯდომის დროს. არაფერი რაღაცა გამორჩეული საწარმოო მატერიალები და ძვირადღირებული ამ ავტომობილს არ აქვს, მაგრამ არც ხმაურობს და ჭრაჭუნობს როგორც იაფასიან ავტომობილებს შევიათ ხოლმე. მულტისაჭი აქვს, ელექტრო სავარძლები აქვს, რაც ალბათ მინუს შეიძლება იყოს ამ ავტომობილის, არ აქვს ბლაინდ სპოტები და არ აქვს სავარძლების გათბობა გაგრძელება. დარჩენი ყველაფერი გვაქვს. ძალიან მომწონს მისი მონიტორი. მე პირადად ვამსგავსებ X90-ის დიზაინს. შუა ნაწილს თვითონ მონიტორი როგორც არის და როგორც აქვს განლაგება საჰაეროებს. ძალიან მომწონს გადაცემათა ბერკეტი, მისი დიზაინი, როგორც არის გაკეთებული. დეტალებზე, რაღაცეებზე ძალიან კარგად არის ყურადღება გამახვილებული, რაც ალბათ დასაფასებელია. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ფასიდან გამომდინარე ეს ყველაფერი და გვაქვს პანორამული ჭერი. ასევე მუხრუჭი თუ ავარიულ სიტუაციაში ხარ, თვითონაც გეხმარება. ძალიან მომწონს ასევე კაპჰოლდერების განაწილება, წინაც ძალიან კომფორტულია, ხელთან ახლოს არის, ასევე უკან საბავშვო სივრცეში ძალიან კარგია, რომ ორივე მხარეს აქვს, ყველგან გვხვდება USB პორტები, ტელეფონის და სხვა ელექტრონული მოწყობილობების დასამუხტად, ესეც ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. ძრავის მონაცემებს რაც შეეხება არის 1.5 ლიტრიანი ტურბინირებული ძრავი, 4 ცილინდრიანი, ცხენის ზალა 150 აქვს და 250 ნიუტონ-მეტრი. რაც ძალიან საინტერესოა, ამ ძრავს ასევე იზიარებს ეს ავტომობილი MG ჰექტორთან და ბაუჯან 530-თან. ვიზუალურადაც ძალიან გვანან ეს ავტომობილები ერთმანეთს. ეხლა ცოტა გადავუხვიოთ გზიდან, ნახოთ რა შეუძლია ამ ავტომობილს და მერე უკვე ტესტ-დრაივსაც შემოგთავაზებთ და ემოციებს გაგიზიარებთ თუ როგორი სამართავია Chevrolet Captiva. მოკლედ მინი ოფროადზე გვეგონა ჩამოვდიოდით, მაგრამ ცოტა უფრო უხერხული გზა შეგხვდა. ჩამოსვლით კარგად გაართვა თავი, მაგრამ ეხლა ასვლა არის უკან თავარი. აქ თუ ეს მანქანა ავიდა, არ ვიცი, მაშინ მე პირადად ვაღიარებ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გზა არის ასასვლელად. ნახოთ როგორ გამომკლავდება წინა წამყვანი ავტომობილი აი ამ გზას. აი სადღაც აი იქ უნდა ავიდეთ. უნდა დავბრუნდეთ, არ ვიცი, შემთხვევით მოხვდით, ძალით არ გვინდოდა. მოდი მანუალში გადავიტანოთ ჯობი და პირველი სიჩქარე დავიძრათ. ეხლა 3 ადამიანი ვზივართ მანქანაში და წინ ძალიან დიდი აღმართი გვაქვს გასავლელი. წავედით. ნახოთ, ჯერჯერობით ძალიან კარგად უმკლავდება. ჯერ მარტივია, წინ გველოდება ცოტა უხერხული გზა. მედი არ გაუჭირდება. გაზიც მივახმაროთ მაქსიმალურად, რომ არსად გავჩერდეთ. ასევე აღსანიშნავია უნდა ითქვას, რომ არაფერი გათიშული არ აქვს, არც მოცურება, არაფერი ავტომატური. თავისი სისტემით ავტომატური რაც აქვს, მაგით ავდივართ. და ბრავო, შევი, მიდი. ყოჩაღ. არ ვიცი. ამით ოჯახისად უნდა გაიჭედოს ვერ ხვდები. ძალიან კარგად მიდის. ბრავო, უბრალოდ ჩვენი ოპერატორი დაგვრჩა დაბლა. მართლა არ მეგონა ეს მანქანა აიქ თუ ავიდოდა. ქვევით რომ ჩავედით, ესე არ ეტყობოდა, მაგრამ უკვე რომ გავიაზრეთ, სადაც ვიყავით და ამ აღმართსაც რომ მივადექით, ცოტა შემეშინდა.
მართლა რომ არ დაცურებულიყო ან რაღაცა, მაგრამ გაართვა თავი. გამოსთა ჩაბარებულია ვფიქრობ. მოკლედ ოჯახს თუ პიკნიკზე წასვლა მოუნდება ეს ადგილებში წახვალ, მაგრამ არ მგონია ოჯახი ეს ადგილებში დადიოდეს. გზაზე ძალიან მყარად დგას, რაც გამიკვირდა, იმიტომ რომ არ არის ძალიან პატარა ავტომობილი. საშუალო ზომის crossover-ია, ესეც უნდა აღინიშნოს და ზომებიდან გამომდინარე, ავტომობილის მოცულობიდან გამომდინარე და წონიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგად უმკლავდება მოსახვეებს. ამას არ მოველოდი. კიდევ ერთი რაც ძალიან მომეწონა, არის ის, რომ დაახლოებით 60-80 შემდეგ უკვე ძალიან ახისტებს საჭეს. ანუ უფრო რთული ხდება მისი ტრიალი, ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ძალიან კარგია. ბოლოს რაც გადავიღეთ ახალი ავტომობილები, არ შემხვედრია ბევრგან მსგავსი ტექნოლოგია და მით უმეტეს რამდენიმე ავტომობილზე შეგეძლო ცალითით გეტრიალებინა ასადზე საჭე და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ ესე უნებლიეთ საჭეს ვერ გადაკრავ. სადღაც 70-80 მივდივართ ახლა. ძალიან არ იხრება, ესეც უნდა აღვნიშნოთ და ძალიან კარგია. სტაბილური ავტომობილია. ნუ ეხა ამას ვერ მოთხოვ რაღაც სპორტული ავტომობილი იყოს და არც უნდა მოთხოვ 100 სულელეა. ისე არ იმართება როგორც სპორტული ავტომობილი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სატარებელია. რაღაც ხასიათი აქვს, რომ ცოტა გაერთო კიდევაც, მაგრამ ძირითადად საოჯახო ავტომობილია. გათვლილია 7 ადამიანზე, ეს ვახსენე კიდევაც. ძალიან კომფორტული არის იმ ხრივ, რომ სადმე როცა წახვალთ, დასასვენებლად არ არის აუცილებელი ბავშვები ყავდეთ, სამეგობრო როცა წახვალთ, 7 ადამიანი ძალიან კომფორტულად შეგიძლიათ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილს. აუ, არა, ძალიან კარგად დგას. აი ამ ხელა მანქანაა, მაგრამ აი სიტლანქის შეგრძნება არა აქვს და ეგ მომწონს ძალიან. შორგზაზე გადასაადგილებლად ძალიან კომფორტული ავტომობილია. კარგი სავარძლები აქვს, რბილი, კარგად ზიხართ სავარძელში. ქალაქისთვისაც ვფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკული ავტომობილია ზომიდან გამომდინარე და მით უმეტეს 7 ადგილიანი ავტომობილია და კარგად არის გადანაწილებული შიდა ინტერიერი, ეგ მომეწონა განსაკუთრებით. აჩქარებას ავტომობილს დიდად ვერ მოთხოვთ, ალბათ არ გაგვიზობია, მაგრამ 1-10 წამი ექნება 0-100 მინიმუმ. წვას რაც შეეხება, საშუალოდ ეხლა რაც ვიარეთ და რაც ვატარეთ, დაახლოებით 11 ლიტრს მოიხმარს 100 კილომეტრზე ქალაქის პირობებში. ტრასაზე სტაბილური 8 ლიტრი ეჭირა წვა. ხო, ძალიან ლამაზი ხედებია დიდგორზე, თან ესეც უნდა აღვნიშნოთ და ამ ავტომობილისაც შეგვიძლია დავთქმეთ ამ ყველაფრით. საბურავებს რა მხოლოდ ჭიალებს ცოტათი. აუ, ძალიან კაი სამართავია. რაღაცა ის არა გაქვს იმის შეგრძნება, რომ დიდი მანქანაა და ტლანქი მანქანაა და ეგ მომწონს ძალიან რა. სუბუქად იმართება. და საჭესაც რო ამაგრებს რაღაცა ისეთი მოსპორტულო შეგრძნებას გაძლევს და ნუ ეხა მე ძალიან მოყვარული ვარ სპორტული ავტომობილების და აქედან გამომდინარე ხშირად ვადარებ ხოლმე სხვადასხვა ავტომობილებს. ხო და რაღაცა ის ვაიბი მოაქვს, რომ თითქოს რაღაცა ის შეუძლია რა. ნუ ეხა სულელია, მაგრამ კარგია რა.